ვალაგე ამ ქაოსში მყოფი საძინებელი უცებ და მე უნდა მოვწესრიგდე გოგოებს აცვიათ უკვე ტანშევით. ერთი დიდი წიწილა, მეორე პატარა წიწილა. ისაუზმეთ? ვიღაცას ეძინება მე მგონი. დანი გეძინება? არა? შენ? კი ხო? წადი გამოიხეხე კვილები და ფირფიტას მე გაგიწვინდა. მიდი ადეკი. მეც მზად ვარ ამასობაში. გარეთ ისევ წვიმს, ხო და წავედით ახლა დავტოვოთ ევეკო დაჯისთან, დანი ბაღში და მე მესამს. რა უნდა გიყიდო? დედიკო მიდის ყავის საყიდლად, შენ რა გინდა? დიდი ხნის მერე მომიდა ყავა. არსო. ძალიან დიდი ხანი არ დამილევია. და წავიდეთ გვირილაში ვიყიდოთ მიამას ტყისთხილი. სიბილ დავტოვე დანი. რადგან მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე გამოვედი სახლიდან, დავტოვე ევეკო და კიდე დრო მქონდა მე განსაზღვრული, დანი ისე იწუწუნა მაღაზიაში, ისე იწუწუნა. 2 წუთი მაქვს სამსახურში მისვლა. 2 წუთი. ისეთი ტყისთხილის სურნელი დგას. ყავის ესე იგი სტული მიმდის ერთი სული მაქვს როდის დავლე. ესეთი ამბებია, ეხა დარჩა, წუწუნით დარჩა, მაგრამ მერე კი დამშვიდდა და გაიაზრა, რომ მე სამსახურში ვიყავი წასასვლელი და ის ბაღში უნდა დარჩენილიყო. ცოტა ადრე მინდოდა მისვლა სამსახურში. პაპრიკა რა არის აქ? რაღაცა გახსნეს, რასაც ქვია პაპრიკა. ვაუ, საინტერესოა რა გახსნეს. მარტო პაპრიკას წარწერას ვხედავ და სხვა ქვევით იმდენად წვრილად აწერია არ ჩანს. მე გეხვერწებით განდით დროზე რა. აბა თუ გავიდნენ ახლა სკოლასთან ვარ და ყველა მანქანებითაა. შესაბამისად საცობია. ამინდი ხო წვიმიანია, საერთოდ წაგვიღო წვიმა მე მგონი, თერძი ბესო. სად გყავს გამოვიძახოთ. ხო და ესე რა ქვია. ძალიან წვიმს ისე რომ წყალტუბოში გარკვეული ადგილები ისე დაიტყორა, რომ სახლში შეუვიდათ ადამიანებს წყალი. და დღეს ევე მიმყავს ორთოდონტთან. ქვედა ყბის ზომები აქ ასაღები და ზედა ყბაზე უნდა გადაუწიოს. და გუშინ წინ ჩემმა დაქალმა ნახა და გაგიჟდა რამხელა შედეგი გაქვსო. ძალიან ეთყობაო რა, მე რამდენი ძაღლებია. გადი. ფეხით რო იყო შეგჭამდნენ თავისუფლად. მანქანას რა დღეში მეშინახან და ხან მანქანას რამე არ მოათხლიზონ, იმნარი გამწარებულები არიან. 1 წუთი დამრჩა. მაგვიანდება განსაკუთრებით სამსახურში დანიელას დამსახურება მაგნე ისეთ რაღაცებზე შეიძლება აგიშარდეს, აგიტეხოს წუწუნი, ტირილი როგორაც არ უნდა მიუდგე, ესე იგი მაინც გამოსავალს ვერ უპოვნი ვერანაირად და უნდა შეეშვა, ცოტა ხანი უნდა ადროვო. და დამშვიდდეს თვითონ და თვითონ მიხვდეს, რომ რა შეცდომას უშვებს იმ შემთხვევაში, მაგრამ ხანდახან არა გაქვს ამდენი დრო შეეშვა და აცადო, როგორც სამდილით მე მქონდა მაგალითად სიტუაცია. ერთს უნდა მქონდა მარკეტიდან, როდის გამოვიდოდი, იმიტომ მაგვიანდებოდა. ჩემს მიერ გაკეთებული მტრედი. აბა რომელი გვაქვს? მოგწონს? სანდრო, მოგწონს? დემე მოგწონს? როგორია?
მოსაყარელია ფუფულა. გაჯერ, როგორ ახართ? კარგად, მადლობა. ლუკო როგორა? კი, ესენი არიან მარტო. წავედით ევე მზად ხარ? კი. მოკლედ მორჩი მუშაობას დანის გამოვუარე, წამოვიყვანე სახლში. და ეხლა ევეკო მიმყავს სტომატოლოგთან. და ევე მეუბნება შენს მანქანასო წყურია. საწვავი მაქვს შესასხმელი და ევეკო მასე მითხოვა შენი მანქანა არის მოწყურებულიო ხო ევე? ამინდი გამოვიდა. ცა მოიწმინდა. დიდი იმედი მაქვს ისე არ შეიცვლება თავიდან. თორე შეიძლება გავაფრინოთ ოფიციალურად, იმიტომ რომ წაგვიღო წყალმა და ეზოში გავედი დედაჩემთან რომ მივიყვანე დანიელა მარწყვები ბალი სუ გაფუჭდა ისუ ბალი ხეზია გაფუჭებული პირდაპირ დამსკდარი დამპალი გული დაგეწვება და რა ცუდია და რა რთულია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მიწას ამუშავებს ესე ხეხილი აქვს გასაყიდად რამხელა წაგებას ნახულობს ადამიანი რა უნდა ქნა ამდენი ხანია წვიმს გაუჩერებლად და გააფუჭა სულ მოსავალი და კი აქვს შესაბამისი ფასიც ხილბოსტონს მოკლედ ეხა ჩავასხამთ საწვავს ხო და მერე წავალ სტომატოლოგთან დახლილი ვარ სიმართლე გითხრათ საკმაოდ გადამწვარ დღეს იმიტომ რომ შესვენებით არ მისარგებლია არ გამოვსულა შესვენებაზე რაღაც საბუთები მქონდა შესავსები და მაგის გამო თავი შევიკავი შესვენების თეომ დაწერა ბირკაძემ არა თეომ კერ დაწერა მომწერა რა საინტერესოა შენ ბაღში მუშაობის პროცესზე რო ისაუბრო და ესეთი სიტყვები ეწერა რა საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი და წასაკითხი და მადლობა თეო ძალიან ძალიან დიდი მაგ შეფასებისთვის მიუხედავად იმისა დღეს ვამბობდი მეთქი მენეჯერთან საუბრობდი და მეთოდისტთან რაღაც ბავშვების ქცევაზე იყო მივყევით მოვყევით საუბარს რა მეთქი სხვის შვილების ქცევას უფრო ვაკონტროლებ სხვის შვილებში ამ ურთიერთობის პრობლემას უფრო ვაგვარებ ვიდრე საკუთარ შვილებთან თქო იმიტომ რომ ისი არიან შეცვლილები ორივე ისი არიან შეცვლილები ხანდახან ვერ ვცნობ აი გეფიცებით წინა დღეებშიც დანიელა იმ დღეში იყო და დღესაც დილით ალბათ ასაკობრივიცა ეს ყველაფერი ან დედმამიშვილური დამოკიდებულებაც დიდ როლს თამაშობს არ ვიცი რა დავარქვა არ ვიცი მერე რო ავუხსნი წყნარად მშვიდად რო გიხსნით ხოლმე დედიკო ესე არ უნდა მოქცეულიყავით რას ამბობთ მერე ჰა წესიერად მითხარი ეხლა დედა მე ჯერ აღარ ვიზა მე ჯერ აღარ ვიზა მაგრამ რა შვებით კიდე აგწელებ და თვითონ აღიარებს თავისი ენით ნახე რა ლამაზად არის დროშები დააკვირდი ხო დღეს 27-ია და გუშინ 26 მაისი ხო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მაგასთან დაკავშირებით ესე ლამაზად მაცემინებს თანამაცემინებს ხო და რაც შეეხება ბაღში მუშაობის პროცესს მე როგორც დამატებით დამხმარე მასწავლებელი
უხერხული მომენტი რო არ შევქმნა ახალი მისული რადგანაც ავარ და იქ არიან პედაგოგები რომლებიც მუშაობენ წლებია ვცდილობ არ ავიღო პასუხისმგებლობა თუ რა ქვია მიუხედავად იმისა რომ იმედედა მიუხედავად იმისა რომ მე შეიძლება მივიდე გამზადებული თემით, გამზადებული აქტივობებით, დილით რომ მივალ ბავშვებთან შეხვედრიდან დაწყებული წრეზე მოსხდომით თემის განხილვით, მე სხვადასხვა ცენტრებში ამ ბავშვების გადანაწილებით იქ ხელოვნების ცენტრი იქნება, წიგნიერების ცენტრი იქნება თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მე ყველანაირად ვიყო მზად, თუმცა არ გადავახტე თავზე დილის ცვლის მასწავლებელს და რა მითითებებსაც მომცემს ის, იმას გავყვე და ისე მოვიმოქმედო. მიმივხვდით ახლა. მეორე ცვლის მასწავლებელი შედარებით ცოტა ხანი არის დილის ცვლასთან შედარებით. მე ვარ ყველაზე დიდხანს ბავშვებთან ესე გამოდის. და თვითონ პროცესს რაც შეეხება, მყავს დიდი ჯგუფი, 5-6 წლიანი ჯგუფი, შესაბამისად უფრო ზეთები გამაიმუნებულები არიან სკოლისთვის მზაობა რომ აქვს ნაწილს, ყველას რა თქმა უნდა არ ექნება ნაწილს მზაობა აქვს, ნაწილს არა, ნაწილს ასაკის და მიხედვით არ აქვს მზაობა, იმიტომ რომ პატარა ასაკის არიან უსაყვარლესი ბავშვები თავისი ოინებით, ეშმაკობებით, ნიჭიერებით, გამორჩეულები, ყველას თავისი ნიჭი აქვს, რაღაცით ყველა არის განსაკუთრებული. და საკმაოდ დიდი გამოცდილება როგორც დედისთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ანუ ყოველ მხრივ არის ჩემთვის გამოცდილება. შესაბამისად მეც ახლა თუ რამე ღონისძიება, არა, უფრო ეს პრეზენტაციები, სპორტული შეჯიბრებები, თუ რამე ხდება, ყველაფერში ვიღებ მონაწილეობას, ვეხმარები ზომიერად ისე რომ ვინმეს რაღაცაში გული არ დამწყვიტო და მენეჯერსაც ვუთხარი, მეთოდისტსაც ვუთხარი, თქვენც ჩემსავით ნულიდან გააქვთ დანაწყები, იცით, ეს გზა გამლილი გაქვთ და მე ისე არ მინდა რომ მოვიქცე, რომ არიქა მე ვარ და ჩემი ცოდნა და ჩემზე უკეთესი, ჩემზე იქით არავინ არ არის, თუმცა არც ისე არ მინდა რომ გავაკეთო, რომ ფიქრობთ რომ ვაიმე ამ გოგომ არაფერი არ იცის და გაგებაში არაა და რა უნდა აქ და ჩვენი სათრევია რაღაც ამ დაგვარი რამე. არც წვაც წვავ და არც შამფურს რო იტყვიან. ხო და მოიცა ჩავასხა საწვავი და გავაგრძელო. რა გამიმართლა მოკლედ ჩავასხეთ საწვავი და შემდეგი მანქანები უკვე აღარ მიიღეს, რადგან საწვავი ქონდათ მიღებული და დააკეტეს ბენზინგასამართი სადგური 1 საათით. მოკლედ გამიმართლა, თორე სულ არ მქონდა რა, საწვავი უნდა ჩამესხა ყოველ მიზეზ გარეშე. ხო და რას ვამბობდი, ანუ არც ისე მთლად შტერი ვარ და არაფერი არ ვიცი, არც მასე არ მინდა რომ მოვიქცე და არც ისე არ მინდა რომ არიქა ჩემს იქეთ უკეთესი მცოდნე არავინ არა, რა სისულელეა. მასე არასოდეს არც გავაკეთებ და არც ვიკადრებ, ჯერ იმდენი ხნის გამოცდილების მქონე პედაგოგებია იმ ბაღში და ერთადერთი ბაღია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა. და ბედნიერებად რომ მოვხდი მაგ ბაღში და მიხარია ძალიან. თუმცა რაც ქონდა დავალებული იქ ბანერი შექმნა იყო, რაღაცების გამოძერწვა იყო, თუ გაკეთება იყო, რაც შემეძლო ყველანაირად
დადებითი შეფასება მივიღე, ანუ ყოველ მხრივ თუ რამე გავაკეთე, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან ვცდილობ და არ მინდა რაღაცა ისე გავაკეთო, მიფურცუხებული და მოვალეობის მოხდის მიზნით. რასაც ვაკეთებ სიამოვნებს, აი არ ვაკეთებ ძალიან. თავს ისე ვგრძნობ, რომ იქ ვარ, სადაც მინდოდა რომ ყოფილიყავი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც სიამოვნებს მუშაობა და ყოფნა იქ რომ ხარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდე უფრო ბევრად მოტივირებული ხარ, უფრო ბევრი რაღაცის გაკეთება გინდა. ესეთი ამბები. ეხლა მქონდა სპორტული ესტაფეტა. ორ ჯგუფს შორის იყო შეჯიბრი, დაამთავრდა ფრე და ეხლა ბავშვებს ეკნებათ რამოდენიმე კვირაში დამამთავრებელი ღონისძიება. უფრო მშობლების ჩართულობით და სხვადასხვა აქტივობებით. მოკლედ მე ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ, აი ხო გეუბნებით, სხვა არის რომ თეორიულად გაქვს მასწავლი, თეორიულად იცი ეს ახალი კურიკულუმის მიხედვით და ახალი სტანდარტების მიხედვით მიდგომები, ბავშვების შემეცნება და ასე შემდეგ, ეს სხვა რაღაცა და სხვა არის, როცა პრაქტიკაში გიწევს ამ ყველაფრის გაკეთება და რეალიზება. ორი სხვადასხვა რამ არის. ბავშვები ძალიან კარგი დამოკიდებულება მაგან. თავიდან ცოტა ისე იყვნენ, ხეთ დახალი რო ხარ და ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან ძალიან. კიდე რამე კითხვები თუ გექნებათ, მომწერეთ და იპასუხოთ. ქუთაისშივით ჩვენ უკვე ეველინას ეძინება, მე მგონი. ხოივე. ხოდა მივალთ ახლა ჩვენს ფიქრია ექიმთან და აუღებს ზომებს ქვედა ყბაზე და ზედა ყბის ფირფიტას უკვე გადაუწევს ეველინას და ეს საქმეც გვექნება მოლეული. თქვენი ქალბატონი ეველინა, გამომხედეთ რანცი? ევეკო. გამომხედე, შემოტრიალდი, გოგო. პრანჭიკელა, მანჭიკელა.